გამარჯობათ. ჯერ ისე დილა, რომელიც საათია და 20 წუთია ცხრის. 10 წუთში გავდივარ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ვლოგები გადავიღე, მაინც გადავწყვეტე თქვენთან მთელი დღის გატარება და ამ ვიდეოში მთელი დღე იქნება ჩემი სანამ სახლობზე მოვალ და სანამ წავალ. აქ ერთ-ერთი ყვავილის გადარჩენას ლამობდი, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ რომ მოვალ მერე დავრაცხავ ამას. ეხლა მინდა თმა დავივარცხო. მაკარონი კეთდება. იმედია წუთში ეყოფა რომ გავთიშო. ყველას ძინავ აბსოლუტურად. ამით ავივარცხნი ხოლმე თმას, მაგრამ სამსავრის სამუშაოზე ეს მიმაქვს იქიდან დავივარცხო. და რეზინები. რომელიც სავარაუდოდ აბანოში დარჩა. მე როგორ მეწიწკნება ამით. Всё. Ечалдат. არეზინები? სიძახი, რეზინის გარეშე შანსი არ აქვს. წავედით რეზინები მოძებნოთ. ხალათის ჯიბეში მივიდევ ვითომ. აბა ეს წარმოგიდგენთ თევზებში რომ ვიმუშაობ ასე. დავენა კავრობას ნებითად ვისით. ორი რეზინი მაქვს ერთის ძებნაში. რომელია 22 წუთი. ყველა ვარიანტი 8 წუთში უნდა ამუშრეს მაკარონი. დატოვებითაც ვერავის დავუტოვებ. იმიტომ რომ ის ასწინა ყველას. დაველოდოთ. ამასობაში აქ მაქვს არუჩა, რომელიც ავკრიფეთ გუშინ. კი არა და გუშინ წინა კლიფეს მიყარ-მოყარის რაიმე. სადაც უნდა ჩამოწვიდები. მაშარფი მოვიდი. ხო და რაღაც არუჩებს თუ მოვაჩენ წავიდე. ოცხუში. გუშინ თომ კამპოტინე გამეკეთებინა და მოვიწყდა. სანდან კაცო გამეკეთებინა რა მე. მე რაღაცა უნდა გავაღვიძო და ვუთხრა რომ მიხედოს იმას მაკარონს. თორე არ არსებული არის ეგრო გაკეთდეს. წროს არა და გეფცებ 20 წუთზე მეტია დულოს. მაგრამ ხო შეიძლება ქადო ცოტა წყალი დაგესხა და არ ჩაგენთქიურაში.
ისო ვერ არის მაღლა და ტირის. აი მე როგორი ტირე, ხა მოვიდეგენ ჩამოგიყარო და მე გაიგებენ. ამას გავეცხო და ბაქში ჩავდი. და დიდი შანსია პატიდან არ გამოჟონავს. ესე ინდაურებსაც ვაჭამე ქართულს. ყველაფერს. მაკარონი დუოს ისე. ძალიან დიდი იმედი მაქვს 5 წუთი აქვს. Daşaya da xitkiyə. Dağlar uçanı düşürdü. Veçə, müzubeli წავიდა სამუშაოზე. გამასწრო. დასვლის დროა. ფული უკან მიდევ ტელეფონის უკან. მაკარონმაც მოასწრო. ჩაშრა ჩვენიურად. ასე რომ შეგვიძლია წავიდეთ დანარჩენს თვითონ იზავენ კატებს, ძაღლებს, ქათმებს, ყველა სურიელ არსებას ვაჭამე, არა ქათმებს არ მჭვია, არა შარჭმებს. წავიდი და თმებს კიდე გაჩერებას გავისწორი. Veni rat kabogutue. Malade. ორი დღეა მოდი ლამაზო სამღერი ვარ. მოვედი სახლში. დავამგვანი ადამიანს. წეღანის თევს ვაკეთებდი. ძირითადად გვაქვს ხოლმე უთავო სკუმბრიები. ნაბეღლავი დავლიო და ვერ გავხსენი ერთხელ. ძირითადად გვაქვს ხოლმე უთავო სკუმბრიები და დღეს გავაკეთეთ თავიანები. თავი ანუ თავს მარტო უჭრით მუცელს დაბლა და ვასუფთავებთ. და თავიანებს თავიც უნდა ისე მოეჭრას და ლაყუჩები ამოეცალოს და გული ანუ ეს იგივე პროცედურა გაუკეთდეს, მაგრამ ყველაზე რთული აქვს, რთული რა იმ ხრივ რომ ლაყუჩებიდან უნდა კარგად ამოწიო, რომ თევზის გულიც იმას ამოყვეს. იმიტომ რომ საკმარისია შენ თევზის გული კარგად ვერ გამოვაცალო, ფეთქდება. ანუ ხელს თუ ოდნავში ისე შეახებ, სკდება. და კინახეთ რაც მომივიდა. თითქმის ბოლოში ვიყავით გასულები და ვფიქრობ რა, რომ აი მანანა როგორ მაგრად მუშაობ, რომ ერთი თევზი არ აქ ფეთქებია და აი მაგის თქმა და შხაპების შესხმა ერთი იყო. რამდენი რამე დავლინე და იცოდით. ახლა გეტყვით მიზეზთან. დღეს იყო პივის თევზის ჩამოხსნის და დაფასოვების დღე. დაფასოება კიდე, ანუ ქვირითიანი უქვირითოები ირჩევა რა. მე მაგ საქმეში არ ვიღებ მონაწილეობას არჩევაში, იმიტომ რომ მე რა ვიცი რომელს აქ და რომელს არ აქ.
ხო და გადაარჩიეს და ჩვენ ვალაგებდით და ერთ თევზზე იმაშვებოდნენ რა რომ ამას ნეტა აქო თუ არა აქო არა როგორ მოდი გავჭრათ და შუაზე გაჭრეს რომ ერთმანეთის ემტკიცებინა გქონდა თუ არა გქონდა და ცოტა გქონდა თითქმის რო არა გქონდა ნუ ფაქტიურად ორივემ გაიმარჯვა ხო და ხა ეს სიგრძეზე კი იყო გაჭრილი ეს შუაში იყო და ერთი მხარე და თან აი ესე ვცხრით აი სასაცილოდ პივის თევზს ვალაგებ თან კიდე პივის თევზს როგორ ჭამცი კუდით მეჭირა გეფცები მაშინ ვინატრე პივაც მინდა მეთქი ახლა რომ პივაც იყოს ესე დაუნდობლად ვინატრე ხო და ეხა იქ პივას ვინდა გალეინებს სამსახურში ხა შენ წარმოიდგინე სამსახურში უფროს რო იტყვი და იცი ერთ წუთი რა პივას დავლებოვა ხო და ესე იქ ხომ მოდიოდით უნდა გვებანავნა და წამოსულიყავით მარშრუტით მე და დედა ვიყავით დღეს და რო იტყვენ სულზე მოგვისტრო ლაშა რო აქ ლოჭირის ხიდთან ვარო და რაშვებით აბა თქვენო და მეთქი ხა უნდა დაგვებანა და წამოსულიყავით და არა მანქანით ვართო და მაშინ მეთქი და წამოვუყარეს მანქანით ისე რომ სახში მომიწია აბანო და სანამ სახლამდე მოვედით ჯერ ხო მაგრათა წყური ხა პივის თევზს მაგთავის გააკეთა ჯერ იქვე დავლიე რომ ვეღარ მოვითმინე და ჭისწყალი და პივის თევზი რა ვიცი და იროტყვენ ასაფეთქებელი გადაგიყლაპია იმას ნიშნავს რა ეხლა გეფიცები აი 9 თვის ორსულივით ვიქნები ალბათ ცოტა ხანში იმიტომ რომ ვერ ჩერდები იმდენს ვსვავ ამას ყველანაირ სითხეს და ეხლა ვიყავი აბანოდა რომ გამოველი ესე იგი არ ვიცი რაღაცასთვის შევედი მარანში და დავინახე კამპოტი ოღონდ არა წლევანდელი გაკეთებული შარშანდელი სამი ბანკაღა გქონდა და გამოვიტაცე კომშის კამპოტი და გავხსენი არ ვიცი რამდენი ჭიქა დავლიე სამი ჭიქა რო იტყვენ ამოუსუნთქავად ესე გადავყლაპე ხო და ეხა მოვედი სახში მოვემზადე ისევ სავარაუდოდ მივდივარ მწვადზე თევზის მწვადზე ვანიჭკასთან და თეულდა მირეკა ჩემო მეგობარმა სულ ანუ 2 დღე მირეკავს და სუაბანოში რო ვარ ხოლმე მაგ დროს ეგ არის ასეც ხო და იქ უნდა წავიდე და სანამ ეხა მაიკოს ჩემ ძალს გამოუვლიან და აქამდე მოვლენ ცოტა აი რო იტყვიან ხელი მივკრა საქმეს და აი უბრალოდ რომ თავს ვუთხრა რომ ირაკა იგოგო ხარ საქმეც გააკეთე აი მაგას ვაკეთებ ეხლა რომ აი ისეთ რაღაცებს იმაშვები რომ მაშინ დაუთვება არ უნდა და კეცა და ვალაგებ ქალივით მაგრამ ყველაზე ის რა არიცი ძირთად აქ რაც ალაგია ყველაფერს უნდა დაუთვება ნინო ვანოსთან უნდა წავიდეთ და წამოხვალ ოღონდ გზელკლავიანები ჩაიცვი ელასტიკი ჩაიცვი ზემოდან ეს მიწვარა ეგ რა გეცმევა კაცო ნორმალურად ჩაიცვი ეს სახლის არ უნდა დაუთვება ერთი რა ცოტა სერი თუ არ წაუხალტურე საკუთარ თავს მართლა აი გეფიცები ამაზე სერიოზულად ვფიქრობ ხოლმე რომ ანუ რა გამოდის რომ ცხოვრების ბოლომდე ან სარიცხი უნდა მქონდეს ან დასაუთვებელი ანუ ისე რომ ну სარიცხი კი ყოველთვის იქნება მაგრამ აი დასაუთვებელი ხო შეიძლება რომ ისანა რაღაც მომენტში აიო და აღარ გქონდეს ერთი დღე კალათი იყოს ცარიელი მაგას მგონი ვერ მივახწე ой ხო ზმეიკიანი ხო გაკ ბაიკისა რაღაცა ხო ეგეც ჩაიცვი და ბაიკის მეიკიანის იმიტომ რომ არ შეიძლება ხან გარეთ იყო ხან შიგრით არ ვიცი და ელასტიკი ჩაიცვი ფეხზე აუცილებლად ჩარვალი ესე ძირთად რა ვიცი შეიძლება ვანოსთან რა არის ვილაშა მირეკავს 2 წამით ნინო თორნიკე მოდის და დროზე ქენი რა ამაში სავარაუდოდ ვილაშა
ჩაალაგებს საბუთებს ეგეთ რაღაცებს. სადაბუთეს. არ ვიცი, შიგით ვიქნებით, გარეთ ვიქხარ ხნო. ივნისია. გძემკლავიანი. და რამაც შეხედეთ. ფუმფულა თბილი რაღაც. მე მაგ რა არის? ანინოსაც კი აქ მე მგონი და რეკე ნინოსგან აბა. არ მოხსოვს. ჭა როგორ დამირეკა? ხოსე ჩაიც. მოდი კაი. ჩაიცვი მე რა სიცმევ. ხო, ჩაიცვი საშინაო რაღაცეები ხა იქ იმათკიან მიდიხარ. ახლა გინდა რაღაცები მივალაგე სანამ დაყურადღებით იყავი თორე რა დაასიგნალებს. დაასიგნალებს. აი მე რეზინები რა ვქენი? აუ ნინო ფეხზე ჩაიცვი უკვე? გეხეთ რა არის? რაღაცა მოვიდა. რა მოვა? აი ეს იგი დააწევე რა შიგნით რაღაცა ვარდისფერია. აი ეს შედის ფეხს როგორ. ეს რომ მოაცალო. ეხა ეს წაიღანაკავს ჩაყარი. ესენი. და აბანოში საკიდზე უნდა იყოს რეზინები ორი ერთად არის გადამული და მოიტანე რა თმისა. მე კარგი ერთი წუთით რომ მოვიდეს ფაქტიურად მე რაღაცას დავკეცავ მე ქალივით. აი მე არ ვიცი მე თუ ეს წყალი მოვინელე არ ვიცი ოღონდ მართლა. ეს არის სახლის იუკა. შეხედეთ ეს ლაქა არის ხა ამაზე არაფერი არა თქვა. შაშან სექტემბერში გავაფუჭეს იუკა. საღება ვიწავისვი კრასკა რემონტის. ხო და იმდენად მაგრად მიყვარს აი ესეთი იუკები. აი რო ხო და ნახეთ ჩემი ცუდი ქალობა განახოთ დავკეცავ და შევდებ. გამოღების დროს გავაუთოებ. ეხა ვინც თქვა რომ გააუთოებ ფარაო ეხლა უნეტაე შენავ ეხა უბრალოდ გვაგოიმოფო ეგეც მართალი არის გვაგოიმებს არ გაკადრეთ მაგრამ ეგეც მართალია რომ არ გავაუთოთ ის ჩავიც. იმიტომ რომ თქვენ პრინციპში წელს ზემოთ ამხედავთ. აი რომ ვიტყვი აი მე გასაუთოებელი მე ინდეჯერ ჩაბიძვე გასაუთოებელი შეიძლება. და ესეც კარგად თვალე დახუჭული რომ ჩაიცვას ლაშა ვერც გაიგებს რომ ისე დავკეთე. მოიტანე? ხო. აბა სადაც მან ცოტა მწმედა. დაბლა რომ ჩავედი იქ ლურჯი იმაზე რა ქვია კრანთაროდ გამაგიდა. აი მან დიწვა ის ნაცრის ფაილი. ვაიმე წეღანაც მან დიწვა და უნდა გავამწარო ეგა. თან ისე ეძინათ კვილად ჩამოვაგდე მე. ძალიან უზნეო კატა არის ის რომ მაგიდა რო რა არის რაზე უნდა დაჯდეს რაზე ავიდეს და რა შეიძლება და რა არ შეიძლება მაგრამ რა უშავრა ვასწავლი მაგასაც იმ ძველმა ხო იცოდა ამ შავმა იცის ნუ შიგადაშიგ ავიწყდება ხოლმე როცა უნდა და ხვდება მაგრამ ასე თუ ისე იცის ესმის ეხა ეგ ბევრი რაღაცა ჩვენც გვესმის ხოლმე და ჩამოვარდა იმ ხრეჭავები როცა არ გვია არ ვაკეთებ მაგის ქვეშ მაიკადაცია? ნინა იქნება ალბათ ნინას წამოიყვანს მაიკო. დედათ ეხა საჭმელად და სასმელად მივდივარ მეთქი მოგატყუებთ, იმიტომ რომ ისა, რა ქვია. რა ვიცი, ამის მე რა უნდა ვჭამო და რა უსვა გაჭყეპილ გაჟღენთილი ვარ გეფიცები. უი მართლა დღეს ჩვენთან სამსახურში შრომის უსაფრთხოება იყო შემოსული. აუ რა ქორი რეზინა უკეთი. ვიარ უკეთი. ანუ რა მოწმებენ და რაღაცა შვენივრად ჩავაბარეთ. გამოცდები რო იტყვია. მართლა არელოდნენ რომ მუშა პროცესში რო შემოვიდოდნენ გვეკეთებოდა ხელთათ მანი
გვეცმეოდა აი სპეციალური ფეხსაცმელი და ხალათები კი არა და ფართუკები ყველას, იმიტომ რომ რავი არ ელოდნენ. მაგრამ ყველაფერი ატრიბუტები და აღჭურვილობა გქონდა. თან ზუსტად ისეთ პროცესში მოვიდნენ, ანუ ყოველ დღე ხეხავთ მართლა უყო და აი არ ვიცი. ვის მოვატყუებ ხოლმე. მასაც არ ნახო. ხო, რო ვამთავრებ, ფიზიკურად ვერ დატოვებ ისე, იმიტომ რომ მეორე დღისით მიყვან რაღაცა საყროლებო რაღაცა თევზია ბოლო-ბოლო. ყოველ დღე რომ მორჩება ის კედელი, ის მაგიდა სპეციალური ხსნარი და ფეირი. ესე იგი, ისე იხეხება და ყველაზე არ ამიყვარს, აი შორს რო დადგები და რომ სპეციალური დენისიმეებს ისინია გაკეთებული რა და აი რომ მიეუშვებ და აი ჭერიანი მიანათ რა ჩამოდის. და ყოველ დღე ამას აკეთებ. ვაიმე გასახეხი მაქვს აღარ იყო, იმიტომ რომ ძალიან ისე უნდა რა, ელემენტარულად ჩამოხეხო. აუ ერთი ჩიხორი დამჩაში გასაუთველი. არ მიყვარს ხოლმე ზოგადად ამას რომ ვიღებ იმ წუთას ვაბინავებ და დამრჩა ესე. რატო დასუნე? მიყვარს უნდა რომ მეთქი რა. ალაფრანის. ხო და ჩავაბარეთ მართლა იდეალურად გამოცდა რა, ჩვეულებრივ მშვენივრად ეს ივანის მაიკადე ხა მართლა. ეგეთ უნამუსობას ვერ გავაკეთებ, რომ ეს ბორჩალა ესა დავუდო იმათ. ეშენია ვით. მოტრიალებულია და ცეკვისა. არა, კატებია მე მგონი. ეგეთ. კი, მზიამ რო. ხო მზია მოგცე. ხო და ირო დავაბინავეთ ყველაფერი დავხეხეთ და უკვე ბოლო ეტაპი ჩებაკის ამოსაკიდებლად მივდიოდით. მაშინ მოვიდნენ, სულ ყველაფერი გვეცო გვეხურა. დაზიმზიმებული ის ქავრობა. ოღონდ მე ფიქრა რომ მე რო ყოფილიყავი, მაშინ ვიფიქრებდი რომ ესენი სპეციალურად იყვნენ მომზადებულებიო. მართლა გეფცებ. თან ვამბობ, მოდი რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა წამოვყაროთ, ახლიდან ავკეთოთ, რაღაცა ბოჭკების ხეხვა დავიწყოთ რომ ანუ რაღაცა მოუჩით საერთოდ. საერთოდ ადრე დავამთავრეთ და მივდიოდით უკვე დამთავრებული არა გქონდა პივის თევზის დასამიმად ვიყავით. უნდა აგვეწონა 10 კილოს ვალაგებთ ხუთებში და მაგაზე მივდიოდით მაგ საქმეზე. მაგრამ იქ გქონდა დამთავრებული და მოწმებივით ვიდექით. და თან ის სიტუაცია იყო რომ საჭმელად უნდა ავსულიყავი. დანაჩხუბობდით ვაიმე კაცი და საჭმელი. მე მივწვიდით საჭმელი, ჭაბეთ, ჩამოყარეთ ჩებაკი, მე საჭმელს მივაყორეს მლაშე თევზი და აღარ შემიძლია. მე ხალხო რამდენია მე დავუკეთე. პივის თევზი ვჭამე. თან პივის თევზს ვაკელვალაგებდი და თან ავჭამდით. მე და უფროსი. შუაზე გადაყოფილი გვეჭირა. მე მთრათ უფროსი მოვიდა. მე და უფროსის ცოლი ვჭამდით. თან ხო ვალაგებდი. მე მოვიდა დათო და მე უკვე სამარცხელი მეჭირა, გამორჩეული მეჭირა ის და თან უთხრა ამ სამარცხელს აკავდებ მითი და იცოდე რომ არ დაგვინახოს მე. ესე, რა მზად ვართ თითქმის მაგალითად ფეხსაცმელები მაქვს იმას ჩავიცნო. ეს რისებია? შენი რომელიღაცა ტაპკების, რომელშიც სუპინატორები ავადია წესით. ნახე როგორ მოოცარიელი ეს ხა მაქვს რა, ფაქტიურად ორი კალათა გამოდის. 100%-ია 29-ზე ეს ნაგავია და ეს წამოვიხოთ. ტელეფონი გინდოდა ბარბარე. კარგად დააწე, პარკიც იქ ჩააგდო, პარკიც ჩააგდო. პარკი ამოიღე. მაღლა შედი, გამოდგება. თორნიკი არის. მე მგონი ღვინოზეც მოვიდნენ ღვინის დასაღებად. მიდი ჩაჯექი და დედაც გამო. ჩაჯექი და უთხარი დედაც გამოვა ეხლავე თქო. გაიხადე და ახლიდან ჩაიწვი. ესე იგი ტელეფონი ვერ დავადებინე რა, რომ ნორმალურად გაემზადოს და წამოვიდეს. იმდენ წყალი მაქვს დალეული, რომ ვერ მოძრაობ.
გამოაეხლავე დედა უთხარ. Добро. Znam koja začela da se ošio. Lubił jest czymś mój. დაბადებს არ არის. ეს ლამაზი. ჩიბიჩი. Ai mi, ღმერთო ჩიბრის რა წაკალები ბიჭი ყავნა იცით. თუ წაკალი. ჩიბრის ცხრაში ბიჭო. ეზარებ. იმას რა ხატივი. რომელიცი ბავშვი ეს ნახე სახეზერჩო ჩემი პატარა ბიჭია ის ნუნკმე პუმპულა ნუნკე წათი ხასი მოუწეს ვიქნეთ დილიდან დილამდე იმი გიჩქმეტაო თავიდა აბა ნახვამდის და დილამშვიდობის დაიწყო ახალი დღევანდელი ერა. ისე. მოწეს ვიქნეთ, გავაკეთეთ საჭმელი და წავიდეთ.